ეს ვიდეო დამიტოვეს წინა ვიდეოზე, რომელშიც ვსაუბრობ თუ როგორ მოექცეოდა მართლმსაჯულება და ზოგადად სისტემური პროცედურა როგორი იქნებოდა მზია ამაღლობელის შემთხვევაში ამერიკაში და აი ესეთი კომენტარები, რომ განაჩენამდე შეიძლება ვერ მიაღწიათ და იცი რას უზავდნენ და ქუჩაშივე მოკლავდნენ და ასე შემდეგ, ეს არის სახელისუფლებო ნარატივის დიდი ნაწილი. და კი არის ამაშიც სიმართლე, ოღონდ იმ ვიდეოში მე ვსაუბრობ ზოგადად პროცედურულ თემაზე და იმაზე თუ ვთქვათ როგორ ექცევა ამ შემთხვევაში საკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება არაადეკვატურად და გადაჭარბებით და არაპროპორციულად თავის მოქალაქეს. იმიტომ რომ ის ვიდეო ეხებოდა იმ ნარატივს, რომ აი კანონი დაირღვა და ეს კანონის აღსრულება არის და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მიუდგეთ ადამიანს. და შესაბამისად ამ კონტექსტში იყო ლაპარაკი, როდესაც ვსაუბრობდი კანონის და სამართლებრივი სისტემის ქცევაზე. თუმცა ის მომენტი, რომ ამერიკის პოლიცია და მართლმსაჯულება იდეალური არ არის, ამაზე მისი დაარსების დღიდან მიდის საუბარი და მაგალითად დღემდე და აი დღეს ამ მომენტში ეხა ამერიკულ სამართლებრივ და ძალოვან სტრუქტურებთან პრეტენზია არის მაგალითად საემიგრაციო კუთხით, რომ იქ რაღაცა პროცედურების დარღვევა მიდის და იქ ხალხს სამართლიანი სასამართლო არ აქვს და ამის ნიადაგზე არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ ოპოზიცია დემოკრატების მხრივ მუდმივად სასამართლოში არის და მუდმივად სარჩელი არის და მუდმივად ამაზე დებატები არის კონგრესში და ასე შემდეგ. ეს გასაგები არის და რომ ესე ხდება და ისიც შეიძლება რომ თქვათ იმ ვიდეოში რომელ კომენტარსაც პასუხობდი იქვე ფაქტორებზე ვისაუბრეთ რა შეიძლება და ამერიკაში მომხდარიყო თქო იქვე ისიც ვახსენე იმ ფაქტორებში რომ რასიზმის ბრალდებაც ხშირად ისმის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა წერტილში არსებულ პოლიციის დეპარტამენტებთან და შესაბამისად კი არის იმისი შანსი რომ ცალკეულ პოლიციელს ან რომელიღაცა დეპარტამენტს რომელიც არაერთხელ მომხდარა ამერიკაში და რომელიც ხშირად ხდება ხოლმე ასევე სამწუხაროდ რაღაცა ძალის გადამეტებისთვის მიემართა. მაგრამ ამერიკაში რომ ძალის გადამეტება არის, საქართველოში ძალის გადამეტება არის და ამერიკაში რომ არაპროპორციულად მოეპყრობოდა სახელმწიფო და ამისი რაღაცა მექანიზმი შეიძლება ჰქონდეს მოქალაქეს რომ თავი დაიცვას ამ არაპროპორციული ქცევისგან ხელისუფლების მხრიდან მაგაზე იყო ის ვიდეო და არა იმაზე რომ ამერიკის პოლიცია იდეალური არის. და ამ თემაზე უამრავი ვიდეო მაქვს მე თვითონაც ჩაწერილი და ზოგადად ძალიან ხშირად არის ლაპარაკი იმაზე თუ რა ხარვეზები აქვს ამერიკის მართლმსაჯულებას და პოლიციას და BLM-ი მაგალითად და გამოსვლები რომელიც ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ ხდება, იმიტომ რომ ვიღაცა ძალის გადამეტებით კლავს პოლიცია, ზუსტად მაგ თემებზე არის ხოლმე რომ პოლიცია არ არის იდეალური და არ ექცევა იდეალურად. უბრალოდ როდესაც კითხულობთ იმას რომ აი კანონი რო აღსრულდება ეხა, აი ეს კანონი როგორ აღსრულდებოდა ამერიკაში და მაგაზე რო პასუხობ პროცედურებს და რო გეუბნები რომ მაქაურ აქაურ მართლმსაჯულებას ნუადარებ, მაგაზე არ უნდა მიპასუხო რომ ეხლა ეგ რო ამერიკაში ეხლა იქ შეიძლება რომელიღაცა პოლიციელს იქვე მოეკლა. კი, შეიძლება ეგრეც მომხდარიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ აქ ვლაპარაკობთ მართლმსაჯულების პროცედურაზე და როგორი სამართლიანი პროცესი შეიძლება არსებობდეს კანონის აღსრულების პირობებში და არა გადაცდომის პირობებში.